სინამდვილე და რეალობა ეგ არის, პოლიტპატიმრებით გადაივსო ეს ციხე. ნაცემი ხალხით გადაივსო საავადმყოფოებით, დალეწილი ხალხით. დახოცილი ხალხი არსებობს. რის გამო კაცმა არ იცის. ეს პოლიტიკა აღარ არის. როდესაც ეხლა თან სახელმწიფოებრიობას დაემუქრა ყველაფერი. ყველაფერი ეს სახელმწიფოებრიობას ემუქრება. რა თქმა უნდა, ყველაზე საფრთხე ეგ არის სახელმწიფო. ეს ყველაფერი შხამები არის ჩადებული სახელმწიფოებრიობის საძირკველში. აი რაც ეხლა ჩამოვთვალეთ ჩვენ და კიდე რაც რამდენი რამე ვერ ჩამოვთვალეთ არა. არარსებული სასამართლო, მედია სივრცე, ესეთი რაღაცა დაბეჭავებულიც კი არა, დაბეჭავებულს ვერ ვიტყვით, ეხლა ისეთი გემოსატანენ უკვე თვითონ ეს ტელევიზიები ამ თავის სიცრუეში, რომ ეს აღარ გავს ზეწოლას, ხელისუფლებიდან ზეწოლას კი არა, უფრო ამათ ქვეწოლას გავს ხელისუფლების მიმართ რა. იმიტომ რომ გემოსატანენ უკვე, გაიწაფნენ რაღაც ამ გარკვეულებაში და სიცრუეში. ისე ამაკრო თითქოს აი თავი მოაწონოს, აი როგორ ფიქრობს იმაზე, როგორ ყველაზე კარგად თავი მოაწონოს. ეს ყველაფერი ანგრევს ხო სახელმწიფოებრიობას. სახელმწიფოებრიობას ანგრევს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ანგრევს ის ომი, რომელიც სასტიკად რო დავამარცხეთ რუსეთი ამ ომში და სამი სახელმწიფო მივიღეთ ერთის მაგივრად საქართველოს ტერიტორიაზე. ერთ ქართველ კაცს, ერთ საქართველოს მოქალაქეს თავზე დაენგრა თავის სამშობლო. ეს ეხლა მე ვერ გავკადნერდები, რა თქმა უნდა და ვერ დავაკისრებ მეორე ადამიანსაც კი მე თუ უფრო ეხლა პატრიარქს მიჭირს ამისი თქმა რომ თქვენ მოვალე ხართ ამას ხო ვერ ვიტყვი, არამედ შეიძლება ჩემ თავს და შენ თქვა მეგობრულად რაღაცა უთხრათ ერთი მეორეს, მაგრამ ის მეტიჩრობა რომ როდესაც ვისმენ რომ პატრიარქს ნუ ჩარევთ მე როგორ ჩავრებ პატრიარქს ან ჩვენ როგორ ჩავრებთ პატრიარქს ჯერერთი თუ ის ადამიანი რომელიც ჩემთვის არის ძალიან ბრძენი ადამიანი თუ ის არ ჩათვლის საჭიროდ არც ჩაერევა რა როგორც არ უნდა ვეხვეწოთ ჩვენ და ვემუდაროთ და იმას თავისი ძალიან მკაფიოდ თავისი დამოკიდებულება ძალიან ბევრი ხანია ღვთისა და ერის წინაშე და მე ვფიქრობ, რომ ასე დროს, რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკურ სივრცეს გაცდენილია ყოფა, რა თქმა უნდა, უზარმაზარი როლი აქვს იმ რაუსაუკუნოვან ისტორიას ჩვენი სულიერებისას, რომელსაც ყოველთვის წინამძღოლობდა ეკლესიის წინამძღოლები წინამძღოლობდნენ და წინუძღვებოდნენ აი ამ სულიერების დროშა მათ ეჭირათ ხელში იმ ხელოვან ხალხთან ერთად, რომლებიც ამ საქმეს თავის შეძლების დაგვარად ეხმარებოდნენ, რომ სულიერება გავრცელებულიყო საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ეს წმინდათა წმინდა ვალია ამ დროს იმ რევლის საჭეთპრობელი სულისა, რომელიც შენახა, აი იმ რევლს სადღაც უბსყოლში რომ გადაუძახებენ, იქ უკვე შენი განცდა მოდის იმ რევლის მიმართ. და იწყებს ზრუნვას, როგორ გადაარჩინო. მე რასაც შენავ, მე სრულად ვიზიარებ ამას. შეიძლება შარშან ესე არ ვფიქრობდი, იმის წინ კიდე ესე არ ვფიქრობდი, მაგრამ იმდენად ღრმა არის ეს ნაპრალი და იმდენად ღრმა არის კატასტროფა უკვე, რომ ამ შემთხვევაში მე აი სრულად დასაშვებად მიმაჩნია ის, რომ დროებით აიღოს თავის თავზე იმ ადამიანმა თუ ეს რა თქმა უნდა მის ფიქრში გამოიწრთობა ეს აზრი, თუ რა თქმა უნდა მე შეიძლება ვწდებოდი რა მე აი დათო ბოდიშს გიხდი ერთი რაღაცა მინდა დროებით გარდამავალ ეტაპზე არ ვიცი 3 თვით 6 თვით სანამ არჩევნები დაინიშნება ნორმალურია ამოისუნთქოს ერთი შვებით მოსახლეობამ ერთმანეთს ცოტა დამშვიდებულება შევხედოთ და დაწყნარებული გული დამშვიდებული ფიქრით მივიდეთ საარჩევნო ყუთთან და არჩევანი გავაკეთოთ აი ამის საშუალებას თუ მოგცემს რაიმე ამ ქვეყანაზე ამ წუთშიც მეცის ინსტიტუტი მესახება რომელსაც შენ ამბობ გეთანხმები აბსოლუტურად და მინდა ერთი რაღაცა წავიკითხო ელემენტარულად. აი ეს არის წიგნი, რომელსაც ქვია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო და აი ეს რაღაცა გავხაზე ყოველ შემთხვევაში ამოვიწერე და მინდა ეს წაგიკითხოთ. ქართული ეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს გამაერთიანებელი და გადამრჩენი. ამის საუკეთესო მაგალითია ოქროს ხანად წოდებული დავით აღმაშენებლის ეპოქა. დავით მეფის დროს საქართველო
იმიტომ იყო დიადი და ძლიერი, რომ დავითი იყო ღმერთთან და ღმერთი იყო დავითთან. მეფე დავითი მუდამ ბერების წრეში ტრიალებდა. ქვეყანას 4 ბერის ხელით მართავდა. ესენი იყვნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იოანე, აფხაზეთის კათოლიკოსი ევსტათი, მეფის აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი, მწიგნობართუხუცესი და არსენ იყალთოელი, მოძღვართა მოძღვარი, გიორგი ჭყონდიდელი. ჭყონდიდი მეგრულად მუხას ნიშნავს. მეფის მერე პირველი პირი იყო საქართველოში. მას მეფის მამას უწოდებდნენ. იგი მეფესთან ერთად წყვეტდა ომის დაწყება არ დაწყების საკითხს. თუ საჭიროება მოითხოვდა, თვითონაც იბრძოდა. სამეფო ჯარი ჭყონდიდელს ემორჩილებოდა. თითქმის ყველა დიდი ეკლესიასა და მონასტერს საკუთარი კარგად გაწვრთნილი ჯარი ჰყავდა. მეფეს საქართველოს მტრების წინააღმდეგ ჯარითაც ეხმარებოდნენ და ფულითაც. კათოლიკოს პატრიარქი იოანე დავით მეფეს ახლდა სომხეთში, ანისში, სავარაუდოა იერუსალიმში, სალაშქრო წმინდა ადგილების გასანთავისუფლებლად. იმ პერიოდში მთელ მსოფლიოში ფართოდ იყო გავრცელებული ლეგენდა მეფე მღვდელმთავარ იოანეზე. ლეგენდის მიხედვით ვარაუდობენ, რომ იგულისხმება საქართველოს პატრიარქი მღვდელმთავარი იოანე. 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ომი მიუხედავად ზღვის ქვიშისავით ურიცხვი მტრისა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. წმინდა მოწამე გიორგი ცხადად და ყველას სახილველად წინ მოუძღოდა ქართველთა ლაშქარს. თვით ურჯულოები აღიარებდნენ ამ სასწაულს. ღვთისმადიდებელ მეფესთვის უფალი შეეწეოდა. ერთხელ ქართლში ერთი ციხის აღებისას მეფე კარვის კართან პერაგის ამარა იდგა. ვიღაცამ ციხიდან მას ისარი ესროლა, ის პატარა ოქროს ხატს მოხვდა, რომელიც მეფეს ყელზე ეკიდა. მეფე სასწაულებრივად გადარჩა. ეს იყო მთავარანგელოზი მიქაელის ხატი. თამარი იყო ღმერთთან და ღმერთი იყო თამართან. ბასიანის ომი ქართველებს მთავარანგელოზმა მიქაელმა მოაგებინა. სულთანი რუქნადინი 400,000 მეომრით საქართველოსკენ გამოემართა. თამარმა ვარძიის ღვთისმშობლის ხატს შეავერდა ქართველთა ჯარი. ფეხშიშველი წარუძღვა წინ ქალაქის კარამდე მიაცილა და დალოცა ისინი. ქართველმა ბასიანთა მტერი სასტიკად დაამარცხეს. თამარ დედოფალს ერთი ტყვეთ ჩავარდნილი თურქი მხედართმთავარი მოგვარეს. უცებ ტყვეს გული წაუვიდა. როცა მოასულიერეს და გულის წასვლის მიზეზი ჰკითხეს, შეშინებულმა თამარის თავის ზემოთ დაკიდებულ ხატზე მიანიშნა. ვინ არის იგი? აი ამან შეგვაშინა. იგი წინ მოუძღოდა თქვენს ლაშქარს. ხატზე გამოსახული იყო მთავარანგელოზი მიქაელი. სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა მეფესა და ხალხს შორის ისეთი სულიერად ამაღლებული დამოკიდებულება, როგორც საქართველოში იყო. მეფეს უყვარდა თავისი ხალხი, მისი სათქივარი ცხოვრობდა და თავს წირავდა მისთვის. ხალხით სიყვარულითა და თავგანწვირით პასუხობდა. ქრისტეს მცნებებზე აღზრდილი მეფე დიდებულები თავის ხალხს თავდაბლობის საოცარ მაგალითს უშენებდნენ. ამის დასტურია ის, რომ თავადაზნაურების შვილებს გლეხებს აზრდევინებდნენ. გლეხის ოჯახში გაზრდილ თავადიშვილს მთელი ცხოვრება მიყვებოდა უბრალო ხალხის სიყვარული. აი ახლა ამის მეტი რა შეიძლება ვთქვათ და რა შეიძლება, ნუ ახლა წარმოიდგინეთ, არ არსებობდა ეპოქა საქართველოში, სადაც სულიერად აი ჩვენი სულიერი მამები არ ყოფილიყვნენ ქვეყნის პოლიტიკური ქვეყნის სადარაჯოზე. არ არსებობდა ესეთი მომენტი. ხო ესე გაფრთხილდა არა ეს ერთი იყო ორივე რა არ იყო რომ აი პოლიტიკაში ნოერები და ესეთი რაღაც ნუ არ ვიცი მე ნუ შეიძლება ამ სპეციალურად მოგონილი ფრაზაა და მოგონილად დაუშვათ მაგრამ ზუსტად პოლიტიკაში ჩარევა რას ნიშნავს ახლა რომელიმე მე მგონი არც ერთი ეპისკოპოსი არ აპირებს რომ კენჭი იყაროს მასში პრეზიდენტად ან პარლამენტში ან პრემიერ-მინისტრობას არ აპირებენ და მასში არ აპირებენ მოღვაწეობას. ჩვენ აქ სულ სხვა უბედურების ასაცილებლად მოფიქრებულ ამბავს ვამბობთ რა. მე მაგალითად ძალიან მქონდა დიდი იმედი მხარდაჭერის დასავლეთის როგორც ახლა უწოდებთ ხოლმე ევროპის, ამერიკის, რომელიც თქვა რაღაცა გარკვეულ მითითებებს მისცემდა არსებულ ხელისუფლებას დემოკრატიული ინსტიტუტების შესაქმნელად. საწყალ სულხან-საბასაც ჰქონდა მათი იმედი, არ გამართლა ლუდოვიკო. მართალია, არ გამართლა მაშინ, მაგრამ რას გულისხმობ, იცი რომ აი, როდესაც თქვათ შედგა უბრალოდ ჩატარდა არჩევნები, რომელიც არ შედგა და
მიტაცებული არჩევნები ჯერ დათვლილიც არ იყო მგონი და CSKO-ს თუ სწორად მახსოვს გამოცხადებული არ ქონა შედეგები, როცა უკვე მილოცვები წამოვიდა ზესახელმწიფოების ლიდერებისგან. მათზე, ვინც მათ უნდოდათ რომ გამხდარიყო პრეზიდენტი. ეს მე ვერ მივიჩნევ ამას, როგორც არ უნდა შემიფუთონ და შემილამაზონ. მე ვხედავ ამას, რომ ეს არ არის დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში. ეხლა მე ჩემ ფიქრში, აი ბოლო შანსი არის რამდენიმე დღეს შეიძლება გაირკვეს რა, რომ აი ამ არჩევნები, ესე სიტყვერად გამოცხადებული არჩევნები, რომელიც შეიძლება შედგეს, შეიძლება არც გამოაცხადონ, არ ვიცი, ხა მაგათ ფიქრში მე არ ვზივარ და ვერ ვიტყვი რა სიზამენ, მაგრამ თუ თქვა არჩევნები დაინიშნა, აი გამოჩნდება დასავლეთი როგორ მხარდაჭერას უცხადებს დემოკრატიას სხვადასხვა ქვეყნებში. ეხლა როდესაც მithქვამს და გავემეორებ, ჯეფერსონმა ჩაწერა თავის მე მგონი თუ სწორად ვიცი ჯეფერსონის ჩანაწერია თავისუფლების დეკლარაციაში, რომ ადამიანს აქვს ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება. გენიალური არაჩვეულებრივი რა, ლექს ჯობია ესეთი ჩანაწერია, რომ ადამიანს აქვს ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება. აი ეგერ მიდევს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში წერია გუშინთის ზუსტად დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მეც მიჩნდება შეკითხვა, რომ ეხლა როგორ მიაჩნიათ, რომ მარტო ამერიკის მოქალაქეს აქვს ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება? თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც გვაქვს ბედნიერებისაკენ ვისწრაფოთ ამის უფლება. და თუ ესეა რომ მეც მაქვს, მაშინ მეც ხო უნდა ვიგრძნო, იმიტომ რომ შენ გაქვს ამის საშუალება, იმიტომ რომ შენ დახმარებაზე დგას ეს ხელისუფლება. ქართულ ხალხზე დიდი ხანი აღარ დგას ეს ხელისუფლება. დგას რამდენიმე ზონდერ ტელევიზიაზე და დგას იმ თანხებზე, რომელიც მოდის იქიდან. ამ თანხების გამომგზავნს იმის უფლება ხო ვიცი რომ აქვს, რომ უთხრას, რომ აი ამას მე გეხმარებით თქვენ ქვეყანას. მაგრამ ამას იმიტომ გეხმარებით და ვალდებულება აიღეთ, კი ბატონო, დაგეხმარებით, მაგრამ ვალდებულება თქვენც აიღეთ, რომ იქ დემოკრატიული ინსტიტუტები შეიქმნება. იქ შეიქმნება საარჩევნო გარემო, ისეთი, რომ ვინც მეტყმას მიიღებს, ის იყოს გამარჯვებული და მართლა წესიერი ხმის დათვლა იყოს და მალო მერაბიშვილი არ ატარებდეს არჩევნებს თავის პოლიტიკური პოლიციით მანამდე, სანამ არჩევნებისთვის დაიხურება. ეს არის ყველაზე უფრო მთავარი. აი ხა თუ ეს კიდე ერთხელ ვერ დავინახეთ, მე უკვე ქართულ ხალხს რა თქმა უნდა გაუცრუდება ყველანაირი ცრუ ილუზიები, რომელიც ააგო და რომელიც ვერ დაინახა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ტარდება და სვერფლი საქართველოა ბოლოს და ბოლოს. მე ესეც ჩემი ძალიან სუბიექტური აზრია ესა და შეიძლება მოკლებული ვარ ღრმა პოლიტიკური ინფორმაციულ რაღაც ნიუანსებს. მაგრამ ესე მეჩვენება მე ერთ მოქალაქეს, რომელსაც დიდი გატაცებით არ მიკვლევია თქვათ ეს ნიუანსები რა. მაგრამ როდესაც კოსოვოს ამბავი მოხდა და ითქვა რომ ესე იქნება, მაგრამ ეს პრეცედენტი არ იქნება. ცოტა ლოგიკური არა, ესე იქნება, მაგრამ პრეცედენტი არ იქნება. ხო, აი ამას შევეწირეთ ჩვენ, იმიტომ რომ მეორე მუსკულებიანმა სახელმწიფომ რომ პასუხად ამისა გამოაცხადა, რომ ეს თუ პრეცედენტი არ არის, ეხლა განახებთ როგორ არ არის ეს პრეცედენტი და საქართველოს ტერიტორიაზე ერთის მაგივრად გააკეთა 3 სახელმწიფო და ცნო. ну, ღმერთმა ხნას რომ კიდე არ მიყურეს ამას ვიქში არ ჩადგენის ქვეყნები და არ ცნონ ეს თუ რამეს უშველის, მაგრამ ფაქტობრივად ხო ანხორციელებს ამას. და ფაქტობრივად სახეზეა ხო ეს? de facto ყოველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს. ну, ეხლა ეს ფუნქცია თვითონ ჩვენი თუ ეს არის, როგორც ეხლა გვიხატავენ ხოლმე ზოგიერთი ჭკუათამყოფელი, რომ ჩვენ რუსეთი გავაცნოთ მსოფლიოს. შენ თუ ეხაპირებ რუსეთი გააცნო მსოფლიოს და ეს ფუნქცია იღე და მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრე შენი ქვეყნისთვის და აი ამ უბადრუკ მდგომარეობაში ხარ, შენ ხარ რუსეთის გამცნობი? ну, ბარაქალა რა შენ პოლიტიკას და შენ ვაჟკაცობას, რომ მეტი ამ ქვეყანას, რომელსაც თავისი აი ამოდენა სულიერი თავგადასავალი დღემდე მოუტანია, თურმე ეს არის უმთავრესი ამისი დანიშნულება ამ ქვეყნის, რომ რუსეთი გააცნოს დანარჩენს. არ იცნობენ რუსეთს. როგორი თურმე არაკეთილსინდისიერი ყოფილა საქართველოს მიმართ და საერთოდ ზოგადად ცივილური პროცესების მიმართ. მე არ მგონია, რომ დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს არ იცნობდნენ, ან ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, არც ეს არ მგონია. ძალიან სიღრმეში რო წავიდეთ, ადამიანები ვართ და ადამიანების
ის უცხო რა არის და რა არ არის, ამის ახსნაც შეგვიძლია რა. თუმცა რა თქმა უნდა, დემოკრატია ამ ქვეყანაში სახელზეა და არის, თქვა დასავლეთ გულისხმობ დასავლეთ ევროპას, ამერიკას. აქეთ არა ჩანს დემოკრატია. რუსეთის მხარეს. მაგრამ შენ თუ გათავისუფლება გინდა რუსეთისაგან. შენ შექმენი დემოკრატია ამ ქვეყანაში და იმდენად განსხვავებული ქვეყანა გახდები დღეიდანვე, რომ აი ეს არის განთავისუფლების გზა. რა თქმა უნდა. მაგრამ იგივე მოდელს, რასაც რუსეთი დღემდე ანხორციელებს, რო ანხორციელებს მიკრომასშტაბით აქა, იმდენად ემსგავსები და იმდენად მსგავსი ხდები, რომ ვეღარ თავისუფლდები, იმიტომ რომ ძალიან ტყუპი ძმები ვითხარ, დიდით და პატარით, ხო? დიდით მე ვამბობ ტერიტორიით, შეერაღებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. განთავისუფლება იწყება იქიდან, როგორ უნდა განსხვავდებოდე იმისგან. არა აქ დემოკრატია, შენ დაიწყე დემოკრატიის, განთავისუფლე მედიასივრცე. განთავისუფლე სასამართლო. ნუ არის შენი კონტროლირებული და აღარ ემგვანები იმას, დაემგვანები იმას, ვითომ რომ დეკლარირებულად ვისკენაც მიდიხარ. როგორც კი იმას დაემსგავსები, იმას თავისი მსგავსის დაცვის უნარიც უჩდება. მაგრამ არ აძლევ ამის საშუალებას, ხო? ნუ ისიც არ გიწყობს ამაში ხელს თუ თვალს გიხუჭავს, თვალის დახუჭვა კიდე იმის ხელშეწყობა რომ გავდე იმას, ვისაც ემიჯნებენ. ესე განთავისუფლდე რუსეთისაგან და ტოლსტოი არის პატარა მწერალი, ამით ვერ განთავისუფლდები. ტოლსტოი ისევ დიდი მწერალი დარჩება და შენ გამოხლა კრეტინი, როცა ამას იტყვი. თან დამსგავსებული და თან ცოტა ჭკვიანაკლულიც ერთად გამოჩნდები აი ამ დროს, როცა ტოლსტოის შეახტები, დოსტოევსკის შეახტები, იმათბების ანალიზებს გამოიკვლევ, რამდენად რუსული იყო თუ არ იყო, აი ამებში რომ გაიხლართები, ესე იგი კომპლექსი გაქვს. აი ამ ლიტერატურის, აი ამ კულტურის და ვერ თავისუფლდები და ჩემ გათავისუფლებას მაინც დაანებე თავის შეგაუთავისუფლებელო რა, მთელი მოდგმით და ჯიშით. მართალი ხარ დათო და რა არის აქ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მაგიტომაც მგონია რომ ამდენი ხანი ვისჯებით ჩვენ რომ პრინციპში საქართველოში აი ამ 20 წლის განმავლობაში მართველი არ აღმოჩნდა რომელიც აი თუ ვიცი რომ ეხა სუკითხულობ ხოლმე ეხა ქადაგებებს, რასაც ეხა თუნდაც თავის ქადაგებებში იძახის უწმინდესი, ხო, ეს არ არის მარტო რაღაც სასულიერი და საეკლესიო, ეს არის მთლიანობაში ის ფუნქციას იძახის ჩვენი ქვეყნისას. რა ფუნქცია უნდა კონდეს, როგორი უნდა იყოს, რა უნდა განვითარდეს, რა არ უნდა განვითარდეს, ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ. ანუ ამას ეხა წარმოიდგინე, ეხა აი გაკრული მაქვს ფურცლებად ერთ-ერთი ეხავე სათაურს წაგიკითხა, ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე და აი აღარ არის ეს აი ბოლო აღდგომაზე მისი ეპისტოლე. აქ აი ამას რო გადახედავ, ხო? ეს თუ პოლიტიკაა და აი აქ დავუშვათ. აი ზუსტად მაგიტომაც არავის არ აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, ისეთი მართველი, მმართველთა წრეებში ისეთი ადამიანები, ვინც დაინტერესებულა რას წერს ეს კაცი, იქნებ რას მთავაზობს. იქნებ რა ჭკუას მარიგებს, იქნებ რა უნდა. ხო შეიძლება რომ რაღაც დავუშვით მოისმინო, თუ არ გააკეთებ, ჭკუა მაინც დაეკითხო და მოისმინო და იქიდან გამომდინარე მიიღო მე რაღაც გადაწყვეტილება, ხო? საერთოდ რომ აი არც დაფიქრდები იმაზე და არც გაქვს აზრად დავუშვათ მისი რა უნდა ესე დახედავ და გადადებ, რა უნდა დაეწერა რო იტყვი და ნუ რა თქმა უნდა მაგიტომაც ხდება ეს ყველაფერი, თორე ისინი რასაც პოლიტიკაში ჩარევას უძახიან, აი უკვე ეს ეპისტოლეა. გესმის? ისინი რას ეძახიან, მაგას უკვე დავანებოთ თავი, იმიტომ რომ გია ისინი ისეთ რამებს იძახიან უკვე რომ არ გინდა უთქვამთ, გინდა არ უთქვამთ, არც ახალ სიტყვიან, არ ძველ სიტყვიან, რაღაცა ჩახვეული აბსურდების კასკადი მოდის მათი ფიქრებიდან და მათი ნაზრევებიდან. ნუ მათი ერთადერთი ესეთი განზრახვა ჩემი აღქმით ესეთია, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს სულიერადაც. აი უზნეობას შეგვება ძალიან ძნელია სულიერად. დაჩაგრული განცდა ადამიანს, როცა ვერ ეხმარება რა მეორე ადამიანს. უჭირს შენ წინა შენ თვალწინ ანადგურებენა ძალა არ აქვს იმისა, რომ რაღაცნაირად მიეშველო. გწუნავს ეს ყველაფერი. ამ სოციალურ ფონს კიდე ერთვის ესე თავს მოხეული ძალმომრეობა და დაშინება და დაჩაგვრა და
განადგურების მცდელობა სულიერად ადამიანების. და ეს აი ამას მერე ფუთავენ რაღაცა გამონათქვამებით. ვიღაცა ათეისტი თეოლოგები ყავთ, ვიღაცა გოიმი ინტელექტუალები ყავთ, ინფორმირებული, აი განათლებაში რომ ვერ გადადის. ინფორმაციათ რო რჩება და ციგნობრები, მოდი ასე ვთქვა. გასწავლებაში ვერ გადის. სახარებაში რომ ციგნობრები არიან, ეგენი რა. კნიჟნიკი. დაქირავებული გოშიები რაღაცა. ფარისეველთა მსგავსი ადამიანები, ვინც საიდაუშვათ. არა, თავმოყარება არის ახლო არ გაულია მაგათ ჯიშთან და ჯილაკთან. აი ესეთ ხალხს რაღაცებს ვითომ მოაჩვენონ ამ სამ ტელევიზიაში რომ რა კარგია ვიშ რა კარგი რა ლამაზი ძალგაგვითენდაო. აი ამას ეს მესამე ხარისხოვანი ვიღაცებიც ხელს უწყობენ რაღაცა ვითომ მოხელოვნებო ხალხი როა რაღაც. ნუ მეათე ხარისხოვანი შეიძლება და ნუ არ მინდა ხე მაგათ გრადაციას აღარ შევყვები, იმიტომ რომ თავის გაჯერება ეყოფათ რა. ერთ სიტყვით, აი მათი მთელი სულიერს ვერ ვიტყვი, მათი მოთხოვნილება უფრო ინტუიტიურიც არა, ფიზიოლოგიური, თუ აი რაღაც ასეთი განცდებით არიან ესენი, ესეთია. ეხლა ჩვენი მოვალეობა რომ აი აქედან იმაზე ვიფიქროთ, როგორ ჩამოცილდნენ ეს ხალხი. მე ვფიქრობ შვიდობიანი გზით, იმიტომ რომ არჩევნები იმიტომ ვახსენე და არჩევნებზე შეუძლიათ ზემოქმედება ჩვენ იმ სტრატეგიულ პარტნიორებს, ვისაც ეძახით და ვარქმევთ და მე აი ხო გითხარი, არა ვარ დიდი იმედით და ოღონდ მზათავარ, დედას ვიცავარ, დიდი სიხარულით ბოდიში მოვიხადოთ და შევცდე. და მართლა იმოქმედონ და წესიერი გამართული არჩევნები შედგეს საქართველოში, რომელიც აი აღარ შედგა. პირიქით შედგა ის, რაც არ უნდა შემდგარიყო. და ამაზე მივიღეთ თანხმობა ძლიერთა ამ ქვეყნისათა სხვა ქვეყნებიდან. აი ამ თანხმობამ მაინც ვერ გატეხა ეს ხალხი. ხო ხედავ, ბრძოლა გრძელდება. ბრძოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ეს ხალხი შვებით არ მოისურვებს. ჟანგბადი სანამ არ გამოჩნდება, თავისუფლების ჟანგბადი. გამორიცხულია შეუგუებლობა იქნება ბოლომდე. რა სახით, ამ სახით, იმ სახით. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ აი თქვა კონკრეტული საქმე რო ვთქვა რა. აი გუშინაც ვთქვი, რომ სამოქალაქო სექტორში უფრო მეტი კონსოლიდაცია საჭირო, უფრო მეტი კავშირია საჭირო და უფრო მეტი კოორდინაცია საჭირო. უფრო შემჭიდროებაა სამოქალაქო სექტორის, ჩემი აზრით საჭირო და ერთობლივი მოქმედებები. ეს აქცია იქნება, პროტესტი იქნება, განცხადება იქნება, უცხოეთის ჩართვა იქნება, ასე შემდეგ. უფრო კონსოლიდირებული მოქმედებაა საჭირო. ასევე მიმაჩნია, რომ ვინც ვართ დამფუძნებლები, არა ვთქვათ, აი დაიცავი საქართველო, თქვით. მიხვდა ხალხი და მეც მათ შორის რომ რაღაცა ისეთია დასაცავი, რომელიც გარეშე ციცოცხლე აღარ ღირს ამ ქვეყანაზე. რაღაცა ისეთს გედავებიან ადამიანების, რაღაცა გარკვეული ჯგუფი. რაღაცა ისეთს გართმევენ, გესმის? აი ესეთ შენ თვალწინ, შენ ცოლშვილის თვალწინ, შენი მშობლის თვალწინ, შენი წინაპრის საფლავის თვალწინ. რომელიც ფიზიკურად არ ჩანს რა, მაგრამ ძალიან უმნიშვნელოვანესია ჩვენ. უმნიშვნელოვანესია, იმდენად უმნიშვნელოვანესია, რომ ამის გარეშე ხალხს ამდენი ბანდების, ტერორისტების და ამ ფონზე კიდე შეუერაღებელი ადამიანი დგას და ამხელს ამ ხალხს. მეტი როგორი სიყვარული გინდა დაანახო ადამიანს. მე სულ ვამბობ ხოლმე რომ მე პიროვნულად არავის არ ვემტერები, ღმერთმა იცოდეს. არა ვარ არავის იმტერი რა. ჩემი პროტესტი ვინმე სიძულვილისგან კი არ მოდის. აი იმ ხალხის სიყვარულისგან მოდის, ვინც მე ჩაგრებად ჩემ თვალწინ. აი იმ სიყვარულით არის, იმ სიყვარულის ნიადაგზეა ეს ჩემი პროტესტი, ნასაზრდოებით ჩემში და არა ვინმე ქონების შურის ან რაღაცა პოსტების და პატივების. ეგ ჩემთვის პატივი რო არ არის, ესე არ არის ჩემთვის არც პატივი და არც ბედნიერების საფუძველი. ერთადერთი რაც გვენაღვლება, რაც თანაგრძნობა, რომელიც აი საწყალი ადამიანის მიმართ მაგ, რომელსაც კამერას რომ მეაშერენ, თბილის გაცდებით თუ არა, კბილი არა აქვს ადამიანს და კაბრიოლეტს შეპატიჟებიან, თან დასცინია გესმით. აი თანაგრძნობით არის და სიყვარულით არის ჩემი პროტესტი და შენი პროტესტი და ჩვენი 1000 ვისაც ვიცნობთ და არ ვიცნობთ იმათი პროტესტი ნასაზრდოებით და არა ვიღაცის მტრობით. აი დაიცავი საქართველო, ჩემი აზრით, დასაცავი რა არის. აი მე ჩემეული გრადაციები მაქვს როგორც ყველა ჩვენგანს. ჩემთვის პატრიოტი ცოტა ისეთი სიტყვა, სახიფათო სიტყვა გახდა, მაგრამ მაინც
ჯანსაღად ვიტყვი ხარ, აი ჯანსაღი შინაარსით პატრიოტი არის ისა. ჩემი ფიქრით რომ ვისაც თავისი სამშობლოს ისტორია განცდილი აქვს, განცდილი, როგორც საკუთარი სულიერი თავგადასავალი. აი იდენტიფიკაცია აქვს მოხდენილი იმ ქართულ კულტურასთან, ქართულ სულიერების ისტორიასთან. თავის სულიერ თავგადასავლად მიაჩნია ვაჟა-ფშაველას, გურამიშვილის, ბედიის ბარძიმის, ანჩის ხატის, დეფხის ტყავოსანის და რა ვიცი 1000 რამ, რა ძვირფასია საქართველოს ისტორიაში. მე ვფიქრობ, რომ აი ვინც ავართ დამფუძნებლები ამ დაიცავი საქართველოში. უეხლა აი დამფუძნებელთა ჯგუფი, მე დარწმუნებული ვარ ჩემ თავშიც, ლევანშიც, კოკაშიც, იმ ადამიანებში, იმ ქალბატონებში, იმ ბატონებში, ვინც დავაფუძნეთ ესა. დავდგებით რიგი ჯარისკაცებად, საორგანიზაციო ჯგუფად, იმისა, რომ ყრილობა შედგეს ამ იდეის. ეს უნდა ჩემი აზრით დარჩეს იდეათ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება, რომ გაიგივოს თავი აი ამ ორ სიტყვასთან, რომელსაც უკან უამრავი შრეები აქვს და უკან უდგას საქართველოს მთელი სულიერების ისტორია. რომ მონაწილეთ იგრძნოს თავი, მოწმეთ კი არა, მონაწილეთ აი ამ პროცესის, ამ ბრძოლის, აი ამ შვიდობიანი ბრძოლის. ვიმოქმედოთ ამითი კონკრეტული მოთხოვნებით, არა მარტო ხელისუფლების მიმართ. საელჩები მოვიწვიოთ სულ ყველა ამ ყრილობაზე, ელჩები. გადავცეთ ჩვენი მოთხოვნები ამ ხალხს. აი ამას ვითხოვთ, ამდენი ხანია მოვდივართ ეს ხალხი ჩვენ. აი დღემდე მოვედით. და უფლება გვაქვს, რომ აი ამის ღირსები ვართ. დაუმსახურებია ჩვენ თუ არა ჩვენ წინაპარს მაინც რომ რა გახდა ერთი სამართლიანი არჩევნები ამ ქვეყანაში. ჩვენ დახმარება არ გვინა. მზაკურობაში და უსამართლობაში ნუ მოეხმარებით აი იმ ხალხს, ვისაც ჩვენ უპირისპირდებთ. ეს იქნება ჩვენი დახმარება. მე არც ფულს ვითხოვ ამაში, არც მას ვითხოვ. ერთადერთი მითითება რაღაც რომ დემოკრატიას მიხედეთ ქვედალოცვილებო და ამ ხალხს ესე დაუმსახურებლად ნუ გაამწარებთ. არ იმსახურებენ ამდენ შეურაცხყოფას. მართლა მაზოხიზმი ხო არ არის რომ ვიძახოთ და უიმე ჩვენ იმდენი ცოდვა გვაქვს. როგორ არა გვაქვს ცოდვის მეტი რა გვაქვს? როგორც ყველას ისეთი ცოდვები გვაქვს ჩვენს, ალბათ არანაირი გამორჩეული და არანაირი განსაკუთრებული. ცოდვიშვილები ვარ, ცოდვები გვაქვს, მაგრამ დამსახურებას და სულიერებას ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში ისეთი რომ რაღაცა ხო გადაწონის იმ ცოდვებს არა? ფიროსმანი ვერ გადაწონის ეხლა რამდენი ისეთ ცოდვა და ვაჟა-ფშაველა, გურამიშვილი ან სულხან საბა ორბელიანი. რომელსაც პირი მობანა ხალხს და სიტყვის კონა შეუქმნა, ლექსიკონი, განმარტებითი ლექსიკონი შეუქმნა. ეს ყველაფერი დაგვიგროვებიან. მოგვიტანია, შეგვიძლია რომ გავიდეთ. საინტერესონი ვიყოთ გარე სამყაროსთვის. ოღონდ ამის საშუალება ჟანგბადი. მოგვეცით. ეთახმები. ამ ჟანგბადსაც ჩვენ თვითონ მოვიყვანთ, ოღონდ აი ჟანგბადის მოსაყვანად, ნუ იმის ხარეს ნუ დამიდგები, წინიდან ნუ შემხვდები გზაზე. ხელს ნუ შეგვიშლი რა, აგვაშენებინეთ, აგვაშენებინეთ. თუ იმასაც მომეხმარებით, რომ მოგვეხმარებით ამ ქართულს, საქართველოს მოსახლეობას, რომ ელემენტარულ მოკრძალებულ მითითებას მაინც თუ მისცემთ ამ ადამიანებს, აი ხალხის მოთხოვნები არის სამართლიანი. არა იმიტომ რომ ბევრი არიან. არა, უბრალოდ სამართლიანი მოთხოვნები ეკუთვნის ეს ყველა ქვეყანაში ყველა მოქალაქეს. რასაც ეს ხალხი ითხოვს, არაფერი ისეც არ ითხოვს, რაც გაუგონარია და მოусმენელია და გადასაყრელია სადღაც. დათო გეთანხმები მაგაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მე იქიდან იცი როგორი პასუხი მოდის. მე ძალიან ხშირად მომისმენია, რომ ჩვენ რას გვემართლებით, კაცო. თქვენი ქართველები არიან, თქვენი გვარი შთამომავლები არიან, თქვენი ძმები არიან და თქვენი მოყვანილები არიან. არა, იცი და გესმის? აი ეს მოუყვანია. არა, აი ეს ბოლო არჩევნები საქართველოს მოსახლეობას არ მოუყვანია. საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად მათი მოყვანილია. მათი უშუალო ჩარევით და ზეწოლით არის მოსული ეს ადამიანი მეორედ პრეზიდენტად. ეხლა ვემართლები ამაში თუ მე ჩემ გაჭირვებაში არავის არ ვადანაშაულებო. ჯვარი მწერია მე რაღაცნაირად ჩემ ცოდვის დამნახავით ავარ და ნუ შემიძლია რომ მივხვდე რომ მე ვარ დამნაშავე და ბევრჯერ მივხვდარ ვარ და ყოფილ ვარ კიდეც. ნუ ეთქება ეს გამოდის რომ პირველადაც არ უნდა მოგვიყვანა რა. ნუ უნდა მივხვდე. ესე ბევრი რამე გამოდის. ესე არ ვიცი ახლა ინდიელებთან მეც არ მირკვევია ურთიერთობები. მაშინ ესე ბევრ რამეზე შეიძლება ერთმანეთს მოვედაოთ. გეთახმები, თავარი არის დათო ერთი რაღაცა, რაც აი პირნათლად ჩანს რა, ჩანს ის რომ
ვერ ვეგუებით ამ სიტუაციას და ვერ ვეგუებით ამ უსამართლობას, ვერ ვეგუებით ამ არა ჟანგბადს, არა თავისუფლებას, საშინელ უსამართლობას, ვერ ვეგუებით რა. ამას შეიძლება ეგუებიან ვიღაცები, არ ვიცი მე, თურქმენები, ისინი ესენი კი, შეიძლება შუა აზიაში, სადმე აფრიკაში ეგუებიან, მაგრამ ჩვენ ხო ფაქტია რომ ვერ ვეგუებით ამას რა. სტადიონები გავავსეთ ეხლა და 6 თვის განმავლობაში სახში ფეხი არ მოგვიწვია ხო და მაგის იმითი რომ ვერ ვეგუებით ერთ რაღაცას ვიძახდით გვინდა ნორმალური პატიოსანი არჩევნები და გაგვიკეთეთ ეს არჩევნები ჩვენსაც ვეხვეწებით და უცხოსაც ამას ვეხვეწებით ხო და შენი თქმის არ იყოს უნდა გააკეთონ ახლა ეს სიტუაცია კი ჩვენ უნდა დავინახოთ როდესაც რუსეთში იყო ავტორიტარული რეჟიმი უბრალოდ საბჭოეთის სივრცეში იქიდან გვინიშნავდნენ ხო ჩვენ იმას ხელმძღვანელს და ის ანხორციელებდა იმ ავტორიტარულ რეჟიმს მე უკვე თქვა რომ მცირე მასშტაბით თქვა საქართველოში იქნებოდა თუ სომხეთში თუ აზერბაიჯანში რა მნიშვნელობა მინდა გინიშნავს რა შენ თუ ისევ ავტორიტარულ რეჟიმის შემქმნელს მინიშნავ ეხლა მომიტევე მაგრამ რანაირი გრადაცია მოვახდინო რამხელა განსხვავება დავინახო მე ხო ჩემი ინტერესიდან გამოვდივარ მე იმასაც ხედავ რომ კი შენი მოქალაქეს ვიცი რომ ძალიან ბევრი უფლება აქვს და მიხარია და შევნატრი კი ბატონო კი არ მშურს შევნატრი მაგრამ მე ხო ჩემი შვილების ბედიღბალი მაწუხებს პირველ რიგში არა ვიდრე სხვა 900 იქით გავიქცევენ იმისთვის რა განსხვავებაა დამანახე რა ეს განსხვავება მე მზათა ვარ დავინახო ბოდიში მოვიხადო დღეს ნათქვამისთვის მზათა ვარ განწყობილი ვარ მთელი გულით და სულით ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ვიცი რა რაღაც ძვირფასია ჩემთვის. მე შეიძლება ესე ვთქვა, მათ პოლიტიკურ მიმდინარეობებში არ ვერკვევი, მაგრამ ძალიან ძვირფასი რამეები მაკავშირებს იმ ქვეყანასთან. ტომსერის თავგადასავალი იყო თუ ჰეკლბერიფინის თავგადასავალი იყო თუ ტომას ულფი იყო თუ მელვილის მობიდიკი იყო თუ ჩაპლინი იყო თუ ფრენკ სინატრა იყო თუ რა ვიცი რამდენი რამ ჩამოვთვალო ახლა რა. ძალიან ძვირფასია ის სამყარო გესმის, რომელიც ესე გაშლილი იყო რა რაღაცა და აი ჟანგბადის განცდა მქონდა ყოველთვის რა იქით ეგ იყო მაგიტომ მოვედით ეგ ცისფერი ოცნება თქონდა ეს ყველაფერი რა ჩვენ წარმოდგენილი და ვარ დღემდე მზათა ვარ აი მივდივარ ეხლა მივდივარ დეკემბერში მივდივარ შეერთებულ შტატებში ციგნის პრეზენტაცია გამოდის იქ ნიუ-იორკში ციგნი და მივდივარ დიდი სიხარულით მივდივარ მინდა რომ აი ნახო მე პირველად ვიდრე არა ვარ ნაღვ დიდი სიხარული დიდი შემართებით მივდივარ და ბოლომდე მინდა რა ვიგრძნო ეს ჟანგბადი ჩემ ქვეყანაში რომელსაც ვხედავ რომ ეს ჩემი ახირება არ არის მე შეიძლება უკანასკნელი ვარ იმ ადამიანებში ვინც მთელი თავის პატიოსნებით ითხოვენ ამას და ეს ყრილობა იქნება თუ ეს სამოქალაქო სექტორის შემჭიდროებული ურთიერთთანამშრომლობა ეს იქნება არჩევნების მოთხოვნა და ამ არჩევნების საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა და პროტესტი და რა თქმა უნდა ოდნავ ხარდაჭერა მაინც რა ჟანგბადისათვის მეც არაფერს არ ვითხოვ ჟანგბადისათვის და პროტესტის და ხალხის შემართება წესიერება აღზრდილობა ოჯახშვილობა ყველაფერი გამოჩნდა ამ თვეების მანძილზე ძალიან სათუთი თემაა პრინციპში რასაც მინდა ეხა შევეხო და ძალიან ესეთი ინტიმური თემა არის რასაკვირველია ჩვენი ესე ვთქვათ ეკლესიის თემა და რა თქმა უნდა ეხა ამას დიდი სიყვარულით ვლაპარაკობ პირველ რიგში და მინდა მაშინაც ვთქვი პრინციპში აქ 3 დღის წინ შემოვიდა ადამიანი, რომელსაც ხა მის ისედაც ჩაცმულობას მე დიდ პატივს ვცემ და რა თქმა უნდა შორსა ვარ იმ აზრისგან რომ დაუშვათ რატომაც იყვნენ ეს ადამიანები შემოსულები რომ რაღაცა იმათ ნათქვამში წინააღმდეგობა გამეწია და სულაც არ ვფიქრობდი ამას რომ წინააღმდეგობა გამეწია გარკვეულწილად და ბოდიშიც კი მოვიხადე მაგრამ რისი თქმა მინდოდა ისეთ აი ეს უბრალოდ მაშინ არ გამახსენდა და ეს აი ივანე ჯავახიშვილი წერს ესეთ რამეს აი ვეფხვის ტყაოსნისა და შოთას გამო გაჩაღებული ბრძოლა
რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ხან მინელდებოდა, ხან კვლავ გაღვივდებოდა ხოლმე და რომელსაც ანტონ კათალიკოსმა სიტყვიერი და წერილობითი პაექრობა არ აკმარა, არამედ ხსულების სრული მოსპობა და ცეცხლით დაწვა ამჯობინა. ძველი საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ქართული მწერლობის ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი და საგულისხმო საკითხთაგანია. ანუ რისი თქმა მინდა ამით? იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩვენი სარწმუნოება და რა თქმა უნდა ეს სარწმუნოება შეიცავს ძალიან დიდ ლოიალობას, ძალიან დიდ სიყვარულს ადამიანთა მიმართ, ძალიან დიდ ყველა დროში დაუშვათ რაღაცნაირად იყო გადახრებიც და აგერ ივანე ჯავახიშვილს უწერია და ეს ნამდვილად გადახრა პრინციპში ამ გადმოსახედიდან რომ შეხედო რომ ახლა ვეფხისტყაოსანი იგრძელებოდა და წვავდნენ და ასე შემდეგ, ხო? რომ პრინციპში რაღაც მომენტში იმიტომ წამოვწიე მაშინ ის თემა რომ ხანდახან ესეთი ეჭვი მიჩნდება ხოლმე რომ ეჭვი კი არა მე ჩემში რომ ვფიქრდები ხოლმე ეს რაღაცა რომ რაღაცა სხვა რომ ვაზედმეტებთ მეთქი გესმის? აი რაღაცას კი მე ხა ძალიან შორსაო შეიძლება ბოდიშიც მოვიხადო იმისგან ეხლა ეს თემა რო წამოვიწყე და რაღაცა მაგრამ მაინც ჯობია ტაბუ დადებულს ყველაფერს და აეხსნას ტაბუ და ვილაპარაკოთ ამ თემაზე იმიტომ რომ ის საკითხები რასაც ტაბუ აქვს დადებული არავითარ შემთხვევაში არ კონდეს და რა თქმა უნდა სიყვარულით და ურთიერთჩენდობით კონდეს ამაზე საუბარი აი მაინც ესე მგონია რომ თუ მე რა მიყვარს ყველაზე ძალიან უწმინდესში რომ უწმინდესში ავიყვარს ის რომ ამ ადამიანში დავინახე ის დიდი სიყვარული და ურთიერთობა და ლოიალურობა საკუთარ ხალხთან და ყველასთან აბსოლუტურად ადამიანებთან რომელიც პირდაპირ აი მართლმადიდებლობის ესე ვთქვათ ნაკარნახევია რომ ესე უნდა იცხოვროს ესე უნდა ცხოვრობდეს ესეთი სიყვარული უნდა გამოსჭიოდეს მართლმადიდებლიდან თუნდაც ავიღოთ იგივე აი ისე ვიტყვი ახალაიების მამის დაჯილდოების და მოვიყვანე ხა სახარებიდან იმას რომ ხა მაცხოვარი რო შევიდა მებაჟესთან სახლში და არ წავიდა ვინმე მოციქულთან სახლში ესეც ხო იმის ის იყო დაუშვათ რომ მებაჟესთან მივიდა რომ იმას რაღაცა გაეგო იმას რაღაცა დაენახა და არა იმიტომ რომ დაუშვათ მოციქულმა ისედაც და ასედაც ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა მაცხოვართან და აი ეს სიყვარული რომ გამოსჭივის უწმინდესიდან აი ეს მიყვარს ყველაზე ძალიან უწმინდესში და იმ ადამიანებში დაუშვათ რომლებიც ემსახურებიან საერთოდ ამ საქმეს ეკლესიას და მართლმადიდებლობას ჩვენ ქვეყანაში და ხანდახან მე თვითონ რაღაცნაირად ვიძაბები ხოლმე შინაგანად ვიძაბები ხოლმე რომ აი დაუშვათ აი ეს არ უნდა გააკეთო იცოდეთ იცი კეცეცხლის კუპრი და გესმის? აი ამ სიტუაციისგან ხوار ავით შეიძლება კიდევ ვთქვი და მაპატიეთ რომ ეს თემა დაწამოვიწყე, მაგრამ გულში მქონდა და უნდა დამეწყო. უნდა წამომეწყო. შენ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით და შენი აზრი მაინტერესებს ყოველ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით, რასაც დღესდღეობით ის ბეწვის ხიდი ქვია. რა ბეწვის ხიდზე ჩვენ უნდა გავიაროთ? გავიაროთ, შეუდგეთ და გავიაროთ. მე ვფიქრობ რომ ისტორია ვრცელი აქვს ღვთისმადლით საქართველოს და ძალიან კარგი რომ დიდი ისტორია აქვს და ამ ისტორიაში ყველაფერი ესე ერთ თარგზე მოჭრილი არ იქნება ხან ისე იქნება ხან ასე ძნელბედობაც არის დალხინებაც არის გადაცდომაც არის ერთგულებაც არის სიყვარულიც არის ღალატიც არის ყველაფერი არის რადგან არის ერის ისტორია ეს მე უბრალოდ რადგან რა ვიცი ხა საერო პირები ვართ სასულიერო სამყაროზე ვსაუბრობთ თუმცა განუყოფელია ეს ყველაფერი მაინც სადღაც ერთად ავართ ჩვენ რა თქმა უნდა ერთი მთლიანი ვართ ეკლესიას სამღვდელო კი არ ერქვა სამრევლო ერქვა რა თქმა უნდა სულიც ხო გვაქვს კაცო მარტო ხორცი ხო არ გვაქვს ხო და რა თქმა უნდა სასულიერო პირი ისევე მონაწილე არის ამ სულიერი გადარჩენის გზაზე როგორც საერო ადამიანი იმიტომ რომ ის მე ამ შემთხვევაში მორწმუნე ადამიანს გულისხმობ ის აღსარებას აბარებს სასულიერო პირს სასულიერო პირი მრევლის გარეშე ვერ იქნება ხოლმე იმანსაც აღსარება უნდა ჩაიბაროს მონათლოს აკურთხოს აზიაროს
მონანიებაში ხელი შეუწყოს, ასე შემდეგ, მოკლედ, აქ ყველანი ერთნი ვართ. ის ევქარისტიაც, ის საღვთო წირვაც, როცა პური და ღვინო უნდა ქრისტეს სისხლად და ხორცად იქცეს. იმას ხო ეს მრევლია დუდება, რომელიც უნდა ეზიაროს ამ სასწაულს რა. ეხლა მკრახელობაში არ ჩავარწვა ერთხელ რაღაც ესეთი პარალელი კი არ გავავლე, უბრალოდ მივამგვანი ამბავი, რომ ლექსი წესი არის მეთქი, აი უბრალო სიტყვები როგორ გადაიქცევა ლექსად სასწაული თუ არ ურევია. აი სასწაული თუ ურევია, მართლა ლექსად გადაიქცევა. მე ერთი რას ვფიქრებდი და რას ვიტყოდი, დიდი მოკრძალებით, მოწიწებით, თავმდაბლობით, ქედის მოდრეკით, რომ აი სასულიერო პირების მეტი სიფრთხილით მოეკიდრონ ხოლმე ხელისუფლების მხრიდან, მე არ მაქვს მარტო დღევანდელ ხელისუფლების იდეაში. მათი პატივისცემის გამოხატულების სხვადასხვა საშუალებები აქვთ და ეს როცა პატივში გრძნობს ადამიანი თავს და ხელისუფლებას შედა ბერკეტები უყრია, ყოველთვის უანგარო არ არის. რომ მე როდის დაიწყებენ ამ ერთ დღეს ვითომ ქველმოქმედების მათივე დისკრედიტაციისთვის გამოყენებას არავინ კაცმარის მეტი სიფრთხილე გმართებს ყველას ერთად ამ გზაზე. მე ერთს ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა ხა ის მათი გადასაწყვეტია, მათი საფიქრალია, მათ მეტი სულიერება აქვთ, მეტად არიან ღმერთთან ახლოს და მეტად იციან და მეტად გრძნობენ, მეტად განიცდიან. ალბათ. მაგრამ ერთი ხმა, რომელიც მინდოდა გამეგო ამ წლების მანძილზე. მე ვამოკვლელობები როცა ხდებოდა საქართველოში. აი ბოლო პერიოდზე ვინა მანამდეც, მაგრამ ეხლა როდესაც იცი შენ რა ეს ბიჭები უდანაშაულოდ დახოცეს. ან დანაშაულით დახოცვა რა არის? დახოცეს ხო? აი როდესაც კაენმა მოკლა აბელი ღმერთის ხმა მაშინ ესეთი გაისმა. კაენ სად არის ძმა შენი უთხრა. აი ეს ხმა მინდა რომ გავიგონო მე პირადად რა. მე არავის მას სასჯელებს და იმებში კი არ შევდივარ ამ ეს ჩემი საქმე არ არის. მაგრამ კვლევს უნდა კითხო რა, სად არის შენი ძმა, სად არის? კაენ სად არის ძმა შენი? ესე გვასწავლა რა. ბიბლიას სწავლება ერქვა და ესე გვასწავლის. მე მესმის რომ იმას გზაც უნდა მისცე, რა თქმა უნდა მონანიებისა და ეს. მაგრამ პატივისკენ კი არ უნდა გაუყვალო გზა. ის შეკითხვა უნდა ისმოდეს, სულ აი ეს დამოკლის მახვილის უნდა სივრცეში ეკიდოს, რომ კაენ სად არის ძმა შენი, იმიტომ რომ სიცოცხლის ხელყოფაზე მეტი დანაშაული არ ვიცი მე რა არის. როცა მეორე ადამიანის სიცოცხლეს მიგაქ, სად მიგაქ, რატო მიგაქ, იმიტომ რომ შენ დღეს რაღაცა იარაღი მოგცეს და ჩინი მოგცეს და ამიტომ უფლებას აძლევს შენ თავს რომ აი შეიძლება შენთვის უცნობი კაციც კი გამოასალმო წუთის ოფერს. არც მტერი იყო შენი, არც კი იცნობდი კაც. სახელიც არ იცოდი იმის.